პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული მაღალი ფინანსური ტვირთი. სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით მთავრობა სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდებს. ქვეყნის პრემიერმა აღნიშნა, რომ კვლევის მიხედვით საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7,8 და 14%-იც კია. ევროპაში კი მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია. ირაკლი კობახიძემ ამავდროულად პარლამენტს მოუწოდა საპარლამენტო კომისიის შექმნისკენ, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს. მთავრობა აცხადებს, რომ ფასების შემცირების მისაღწევად აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელებთან და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებს. პრემიერ-მინისტრის საპასუხოდ განცხადება გავრცელა რითეილ ასოციაციამ. ორგანიზაციის განმარტებით სექტორი ფუნქციონირებს მკაცრი ფინანსური დისციპლინის პირობებში. ფინანსური ანგარიშგება საჯაროა, ხოლო კომპანიებს აქვთ ფინანსური აუდიტის ვალდებულება, რაც უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტესა და სანდოობას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ასოციაცია და მისი წევრები სრულ მზადყოფნას გამოთქვავენ პრემიერ-მინისტრთან უშუალო დიალოგის ფარგლებში დეტალურად განიხილონ ყველა ციფრი, მათ შორის მათი წარმომავლობა, სტრუქტურა და ის ობიექტური მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ მაჩვენებლებზე. ამასთან ასოციაციის განცხადებით, დამატებული ღირებულების გადასახადი, საბანკო საკომისიოები, ასევე რეგულაციებიდან გამომდინარე ხარჯების ზრდა პირდაპირ აისახება საბოლოო მომხმარებელზე. საქართველოს მეცხოველეობისა და რძის სექტორში მიწოდებასა და ბაზრის მოთხოვნას შორის დისბალანსი იზრდება. TBC კაპიტალის მონაცემებით, რძის წარმოება ფაქტობრივად უცვლელია და ზრდის ტენდენცია არ ფიქსირდება, მაშინ როცა იმპორტი მნიშვნელოვნად მზარდია. შემცირებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა, ძროხების პროდუქტიულობა კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის და რეგიონულ მაჩვენებელს, რაც ზღუდავს შიდა წარმოების პოტენციალს. შედეგად რძის პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნა უფრო მეტად იმპორტით კმაყოფილდება. იზრდება ნედლი რძის, ყველისა და კარაქის იმპორტი, მომხმარებლების კალათაში კი დომინანტურ პოზიციას ყველი იკავებს, როგორც მოცულობით, ისე ღირებულებით. საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 20,7%-ით გაიზარდა. TBC კაპიტალის მონაცემებით, გაზრდილია ჰიდროსადგურების გამომუშავება, ქარისადგურების გამომუშავება კი 52%-მდეა შემცირებული. გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარებაც. მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში იმპორტირებულია 111 გიგავატი საათი ელექტროენერგია, რაშიც ქვეყანამ 3,3 მილიონი დოლარი გადაიხადა. მომწოდებელი ქვეყანა რუსეთია. ღვინის ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებლის ქცევა იცვლება. მეღვინეობა 8,000 ისტორიაში ამბობენ, რომ წელს ბაზარზე ახალი ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ, გაჩნდა მაღალი მოთხოვნა პრემიუმ სეგმენტის და განსხვავებული ჯიშის ღვინოებზე. 8,000 ისტორიის ინფორმაციით, ამ თვალსაზრისით წელს განსაკუთრებით გაყიდვადი ცვივანის და ბედეშურის ღვინოები იყო, რომელიც ყურძნის მაღალი ხარისხითა და დაყენების ტექნოლოგიით გამოირჩევა. მეღვინეობა 8,000 ისტორია წლიურად დაახლოებით 5-დან 10,000 ბოთლამდე ცვივანსა და ბუდეშურის ღვინოებს აწარმოებს. კომპანიამ საექსპორტო ბაზრებზე 3 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ 2025 წელს ღვინის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეც დაიწყო. სოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის 2025 წელი მნიშვნელოვანი ფინანსური ზრდით სრულდება. Forbes-ის მონაცემებით, წლის განმავლობაში ქონების ყველაზე დიდი ზრდის მქონე 10 მილიარდერის ჯამური მატება დაახლოებით 730 მილიარდი დოლარია. ამ ჯგუფში ყველაზე მეტად ილონ მასკს გაუღიმა ბედმა, რომლის ქონება წელს დაახლოებით 335 მილიარდი დოლარით, 755 მილიარდამდე გაიზარდა. ზრდის მიზეზი ტესლასა და SpaceX-ის საბაზრო ღირებულების ცვლილება და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით აქტიური ინვესტიციებია. სამეულში შემდეგ ადგილებს ლარი პეიჯი და ლარი ელისონი იკავებენ. მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე კი ჯეფ ბეზოსი და სერგეი ბრინია.